რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს? მეორე მსოფლიო ომს ჰქონდა მსოფლიო ომებს შორის უდიდესი მსხვერპლი. მან შეიწირა მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის 3%. 1940 წლის აღწერით მსოფლიოს მოსახლეობა იყო 2.3 მილიარდი ადამიანი. სულ მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა 70-85 მილიონი ადამიანი. სამხედრო მოქმედებებმა პირდაპირ ბრძოლის ველზევე შეიწირა 50-56 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები. ხოლო რაც შეეხება ომისგან გამოწვეულ დაავადებებსა და შიმშილობას, ამ ყველაფრის მსხვერპლი მერყეობს 19-დან 28 მილიონ ადამიანამდე. საშინელი ციფრებია. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი მერყეობს 50-დან 55 მილიონამდე. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამხედრო პირების რიცხვი კი მერყეობს 21 მილიონიდან 25 მილიონამდე. აქ შედის 5 მილიონი ტყვე, რომელიც ტყვეობაში დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობდა დედამიწის მთელი მოსახლეობის 80%. ბრძოლები 1929-45 წლებში მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მსოფლიოში ომში ჩართული ქვეყნებიდან შეიარაღებულ ძალებში მობილიზებული იქნა სულ 110 მილიონი ჯარისკაცი. აქედან 62 მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან 27 მილიონი, გერმანიიდან 5.25 მილიონი, პოლონეთიდან 5-6 მილიონი, იუგოსლავიიდან 1.7 მილიონი, იაპონიიდან 1.8 მილიონი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 318,000, ბრიტანეთიდან 386,000, საფრანგეთიდან 810,000, იტალიიდან 330,000, რუმინეთიდან 378,000, უნგრეთიდან 420,000, ფინეთიდან 84,000. სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარში ადგენდა მაშინდელი კურსით. რაც შეეხება საქართველოს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის 24%-მა. ასეთი მასშტაბის გაწვევა არ ჰქონია გერმანიასაც კი. ყველაზე დიდი მობილიზაციის დროს გაიწვიეს 700,000 ქართველი. აქედან 190,000 სამხედრო პირი დაიღუპა, ხოლო 110,000 სამოქალაქო. ჰიტლერის მხარეს კი იბრძოდა 30,300 ქართველი. მათ შორის იყვნენ როგორც ევროპაში მცხოვრები ქართველების შთამომავლები, რომლებიც 1921 წლის ოკუპაციის დროს აქედან წავიდნენ ემიგრაციაში და ასევე ჰიტლერის მხარეს გადასული საბჭოთა კავშირის მოქალაქე ქართველებიც. ამ ომში დაიღუპა საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობის 13.7%. 1990 წელს იქნა რუსეთის მიერ გამოქვეყნებული თუ რამდენი ადამიანი დაიღუპათ ომში. ეს დოკუმენტაცია გასაჯარობდა და ნათელი გახდა, რომ საბჭოეთმა ომში დაკარგა 26.6 მილიონი ადამიანი. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.